2008 წლის აგვისტო იყო, ახალციხეში ომის ხმა ისმოდა, მარდუნანის ონიანმა გაიგო, ამბავი რომ სამშობლოს ისევ ბრძოლა უხმობდა. დაღლილი იყო ჩვენი ძმა მაშინ, ირანიდან ახლახან დაბრუნებული, ქრისტიანების დასახმარებლად ნამყოფი, მაგრამ ისევ გზაც დაადგა მებრძოლი. ჩუგუნის ხმა რომ ისმოდა შორს, მტერი ვეღარ ჩერდებოდა ველს, საქართველოს მიწას იცავდა გულით და გმირობის გზას მიუყვებოდა კვლავ. ჩუგუნის ხმა ქარივი ძლიერი, თებში დღემდე ეკოდის ვისო, სამშობლოსთვის მებრძოლი ვაჟკაცი ხალხის გულში უკვდავად დარჩაო. აიღოთ ხვიამ ქვევი ხელში მტკიცე, 5 დღე უშიშრადი ბრძოდა, სადაც მისი ხმა გაისმოდა, იქ მტრის კვალი აღარ რჩებოდა. ირგვლივ რომ მიმოიხედა ბოლოს, მეგობრები და ცემულები ნახა, მოვიდნენ ოკუპანტები ახლოს, მაგრამ გული მაინც არ დაუხრია. გაიგო შუქი ძმა ალყაში იყო, მაშინვე გზას დადგა უშიშრად, მივიდა ცეცხლსა და ტყვიებში და მეგობარი გამოიყვანა ცოცხლად. დღესაც ახსოვს ხალხს ის დღეები, გმირების სისხლით ნაწერი კვალი, მარდუნი შუქი და მათი ძმობა სამუდამოდ დარჩება მაგალითი. ჩუგუნის ხმა რომ ისმოდა შორს, მტერი ვეღარ ჩერდებოდა ველს, საქართველოს მიწას იცავდა გულით და გმირობის გზას მიუყვებოდა კვლავ. ჩუგუნის ხმა ქარივი ძლიერი, მთებში დღემდე ეკოდის მისო, სამშობლოსთვის მებრძოლი ვაჟკაცი ხალხის გულში უკვდავად დარჩაო.